მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი, შემდეგი საბრძოლო კვირით და ამ კვირას აბუ-დაბიდან გადმოვხდებით პირდაპირ სერბეთში, ბელგრადში და გვექნება UFC-ს პირველი ქარდი სერბეთში, მთავარი ბრძოლით უროს მედიჩი დანიელ როდრიგეზის წინააღმდეგ. ამ კვირას გიშ ფინიშერ უროს მედიჩს ექნება შანსი დაამტკიცოს თავისი თავი თავისივე ქვეყანაში. ამაში ხელი შეშლა შეეცდება დი, რომელიც 8 თვეც ციხეში იჯდა, სულ ახლახანს გამოვიდა და პირდაპირ ოქტაგონზე შედის. კარზე კომეინ ივენთი გვაქვს პოლონეთის ლეგენდარული ზავა იან ბლაჰოვიჩი, ამომავალი პროსპექტი ნავაჰო სტირლინგის წინააღმდეგ. მეინ ქარდზე ასევე ვნახავთ ლოკალ ალექსანდრე რაკიჩს, რომელიც ახლა უკვე ჰევივეიტში ადის, კიდევ ერთ პოლონელ მარჩინ ტიბურას წინააღმდეგ. ეს და სხვა ჩხუბები ვექნება ამ ქარდზე. ვიდეოს დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხით უღარ გაქვთ გამოწერილი და ვიდეოს დასაჰაიპებლად დამიწერეთ კომენტარები. ჩვენი ქარდი გვაქვს, ევროპის ქარდია, ისევ დილით დაიწყება ჩხუბები, დილით რა საღამოს საქართველოს დროით. ისევ 5 საათზე დაიწყება, როგორც წინა კვირას, როგორც აბუ-დაბიში ვიყავით და ძალიან კაია, არ მოგვიწევს ამ კვირასაც გადათენება. რა თქმა უნდა ჩავხედოთ ჩვენ წინა ქარდს, განვლილ ქარდს და ვილაპარაკოთ, ორი სიტყვა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი ქარდი იყო. იდეალურთან ახლოს იყო, 10-2-ზე წამოვიდა პიკები, ორი ჩხუბი არ წამოვიდა მარტო იქიდან, რაც ვილაპარაკე პროგნოზების ვიდეოში. ეს ამ ორი ჩხუბიდან ერთ-ერთი იყო დასტინ ჯაკობი მუჰამედ საიდოვის წინააღმდეგ. აშკარად კარგად ვერ შევაფასე საიდოვის სკილები. ვიცოდი რომ სტრაიკერი იყო, თუმცა არ მეგონა ნახდად ესეთი კაი სტრაიკერი თუ იყო, ჯაკობის თუ სტრაიკინგში აჯობებდა, არ მეგონა ყველა ასპექტში აჯობა საიდოვმა, სანამ დააფინიშებდა ჯობნიდა 1-0 და მეორე რაუნდის ბოლოს მიათიშა უმაგრესი ჰედკიკით, მართლა ძალიან კაი ბიჭია და ამის ჩხუბებს დაველოდები აუცილებლად. ერთი ეს არ წამოვიდა და მეორე რაც იყო ჩანკო მოუგო ჟეპეცკის 50-50 მეგონა ეს ჩხუბი, თუმცა დაამტკიცა ზაინუკომა, რომ ბევრად უკეთესი მებრძოლი იყო, 3 რაუნდი დაშალა ჟეპეცკი, შევწდი ამ პიკში. თუმცა ის რაც თქვი, მართლა ეგრეა, ძალიან ყოყოჩობს ჩანკო, მე ძალიან არ მომწონს, როგორც იქცევა. დებიუტი არ ქონდა ჯერ გაკეთებული, ბრძოლის კვირის დროს თავს ისეგზნობდა როგორც ჩემპიონი და აგერ ჩხუბის მერეც ილია გამოიძახა, რა სისულელე იყო ეგ საერთოდ, რა შუაშია ჯონ ფორკთან საერთოდ ილია 9-0-ზე აქვს, დებიუტი ეხლა ჩაატარა UFC-ში და როგორც ხედავთ დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, ეგრევე ილიასთან ჩხუბი უნდა. ილიას დონემდე მისასვლელად ძალიან დიდი გზა აქვს ზაინუკოვს გასავლელი, აღარ გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს, მოკლედ ძალიან კაი ქარდი იყო ბეტინგის მხრივ, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქარდი იყო საერთოდ. ამაზე ბეტინგ ვიდეოში ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. მაყოფილი ვარ ძალიან აბუ-დაბის ქარდით და როგორც ხედავთ, წინა ქარდები ცუდად წამოვიდა პიკების მხრივ. ორი კვირის წინ მქონდა თანაბარი რეკორდი, ზუსტად არ მახსოვს 6-7-ზე იყო თუ 7-6-ზე პიკები. წინა კვირას საერთოდ უარყოფითი შედეგი მქონდა და ეხლა როგორც ხედავთ, დავბრუნდი ისევ ზევით. ესეთია fight game-ი, ხან ზევით ხარ, ხან ქვევით ხარ, როგორც ჩხუბში, ასევე პიკებშიც. შევეცდები ახლა რა თქმა უნდა რომ დავრჩე მაღალ დონეზე და შევეცდები რომ მაქსიმალურად სწორად გავაკეთო პიკები ამ კვირისთვის. დავიწყოთ ჩვენი ამ კვირის ქარდი, აღარ დავკარგოთ ბევრი დრო. ვიწყებ რა თქმა უნდა მთავარი ბრძოლიდან, ტრადიციულად, სულ როგორც ვიწყებ ხოლმე, უროს მედიჩი დანიელ როდრიგეზის წინააღმდეგ. ერთ მხარეს გვყავს უროს მედიჩი, რომელსაც ძალიან მაგარი შანსი ეძლევა რომ თავის ქვეყანაში ჩაატაროს ჩხუბი, main fight-ი ჩაატაროს. ვფიქრობ ძალიან მოტივირებული იქნება აუცილებლად. მე მომწონს ძალიან უროს მედიჩი, თან ვიცი რომ გიგა ჭიკაძის ძალიან ახლო მეგობარია. სერბეთი როგორც იცით, ასევე მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყანაა, უროს მედიჩიც ქრისტიანია. მოკლედ ბრძოლის გარეთაც დიდი სიმპათიები გამაჩნია ამ კაცის მიმართ. ხოლო უშუალოდ მის ბრძოლას და სტილს რაც შეეხება, არის სტრაიკერი, რომელიც პირველ რაუნდშივე ცდილობს დაამთავროს ყველაფერი, ყოველთვის ძალიან სწრაფად იწყებს, გადადის შეტევაზე უდიდესი პრეშერით და ესვრის ყველაფერს საერთოდ თავის მეტოქეს რაც შეუძლია. ძირითადად მის კარიერას რო ჩავხედოთ, სულ პირველ რაუნდში აქვს ფინიშები, ან პირველ რაუნდში, ან მეორე რაუნდის დასაწყისში. აქეთაც თვითონ როცა აგებს ჩხუბს, ან პირველივე რაუნდში აფინიშებენ, ან მეორეში. სულ 3 წაგება აქვს და ორლბაია მარტო ის მებრძოლი, რომელმაც მეორე რაუნდში დაამარცხა. სორიანოს ხავს პირველ რაუნდში დამარცხებული, ასევე და ჯალნი თერნერს. 2020 წლიდან მოღვაწეობს UFC-ში და თავისი კარიერის დიდი ნაწილი უფრო UFC-ში აქვს ჩატარებული. UFC-ს გარეთ სულ 5 ჩხუბი აქვს, 13-3-ზე აქვს ბალანსი, 39 წლისაა.
ფიქრობ, ეხლა თავის პრაიმშია, ეხლა იწყებს თავის საჩემპიონო სვლას, დარწმუნებული ვარ, ქამრისკენ მიიწევს, კარგად გამოიყურება, 3 ჩხუბიანი winning streak-ი აქვს, 3-ვე ჩხუბი პირველი რაუნდის KO-ით დაამთავრა. წუთნახევარს არც ერთი ჩხუბი არ გაცდენია, განსაკუთრებულად მომწონს ბოლო ჩხუბი ჯეოფნილის წინააღმდეგ პირველ რაუნდშივე როგორც დააფინიშა, ძალიან მაგარი მოგებაა ეს, ჯეოფნილი ვიცით როგორი გამძლეა, მართალია პრატესმა ერთხელ უკვე დააფინიშა და ეს უკვე შემდეგი იყო მედიჩის ფინიში, მაგრამ კარიერის განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა ნილი თავისი გამძლეობით. მედიჩის ეს მოგება ძალიან სერიოზულია, თან უგონოდ გათიშამართლა ჯეოფნილი. დანიელ როდრიგეზზეც რო ვილაპარაკო, დანიელ როდრიგეზი შედარებით ასაკშია, ეხლა 39 წლისაა, 25-ზე აქვს ბალანსი. ყველაზე ისეთი აღსანიშნავი თემა რაც არის დანიელ როდრიგეზისთვის არის ის, რომ ბოლო ჩხუბში კევინ ჰოლანდს როცა ეჩხუბა, იმის შემდეგ წავიდა მექსიკაში და მექსიკის საზღვარზე რო გადადიოდა, აღმოუჩინეს სულ ცოტა მარიხუანა თვითონ როგორც იძახის და ამის გამო გაუშვეს ციხეში, 8 თვე ციხეში იჯდა, იქ ვარჯიშობდა, ძალიან ვირალური გახდა მისი ვიდეოები ციხეში რო ვარჯიშობს. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან დაეხმარა მას ეს ციხეში გატარებული პერიოდი. ამბობს, რომ იქ ძალიან კარგად ვარჯიშობდა, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალურია ციხეში. რამდენად შესაძლებელია მიიღო ის ვარჯიში, რაც საჭიროა. თან მარტო ვარჯიშიც ხო არა, მაქსიმალურად ლიმიტირებული ხარ ყველაფერში, ვერ ნახულობ შენ საყვარელ ხალხს, ვერ ნახულობ მეგობრებს, არ ყავს სპარინგ პარტნიორები სავარჯიშოდ. ცალკე კვების ამბავი, იქ რასაჭმევდნენ, კაცმა არ იცის. მოკლედ ეს ყველაფერი ჩემი აზრით გასათვალისწინებელია. თუმცა ბოლო 3 ჩხუბია, სანამ ციხეში წავიდოდა, დიროდი მშვენივრად გამოიყურება, ალექს მორონოსთან აქვს პირველი ჩხუბი მოგებული, პონზინიბიო დააფინიშა მესამე რაუნდში. ეს არ არის ისეთი დიდი არაფერი მოგება იქიდან გამომდინარე, რომ პონზინიბიო უკვე ასაკშია და თავის ნახევარია დარჩენილი, წინა ქარზეც ვნახეთ, სენ პეტერსონმა როგორ დააფინიშა ის, მაგრამ აი ბოლო ჩხუბი 2025 წელს კევინ ჰოლანდთან კაი ჩხუბი იყო, ძალიან კაი მოგებაა. მართალია კევინ ჰოლანდმა თავიდან დააზიანა და ჰქონდა შანსი რომ დაეფინიშებინა, მაგრამ აღიდგინა დიროდმა და აქეთ ძალიან რთულ სიტუაციებში ყავდა კევინ ჰოლანდი, ახლოს იყო ფინიშთან ასევე, ვერ მოახერხა, მაგრამ დესიჟენი საბოლოოდ დარჩა გამარჯვებული. ორივე მებრძოლის სტრაიკერი ყავს, არც ერთს არ უყვარს ჭიდაობა, ორივე თავის კარიერის განმავლობაში ძირითადად იცავს ხოლმე ჭიდაობისგან თავს, ცდილობენ რომ დატოვონ ფეხზე ჩხუბი და იქ მოახერხონ რამე, ამ ჩხუბშიც ნაღდად არ ველოდები, თავიდანვე დგომში დაუდგებიან ერთმანეთს, გასვლიან დარტყმებს. დიროდიც არ არის ის მებრძოლი, რომ უკან დაიხიოს, აუცილებლად გვექნება დიდი გაცვლები და ვფიქრობ, რომ მედიჩი გააკეთებს იმას, რასაც სულ აკეთებს და გაარტყავს რაღაცას და თავიდანვე დააფინიშებს. დარწმუნებული ვარ მედიჩისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თავის ქვეყანაში ესეთი შანსი რო ეძლევა მთავარ ბრძოლაში და ვფიქრობ, რომ ყველაფერს ჩადებს ამ ჩხუბში. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.24 აქვს მედიჩს, საკმაოდ დიდი ფავორიტია, დიროც აქვს 3.95, მაინც ვეთანხმები კოეფიციენტებს, როგორც თქვი, ვფიქრობ, რომ დააფინიშებს მედიჩი და დარჩება გამარჯვებული. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, ლეგენდარული პოლონური ძალა იან ბლაჰოვიჩი დაუპირისპირდება ნავაჰო სტირლინგს. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, იან ბლაჰოვიჩს უნდა ეჩხუბა ბოგდან გუსკოვის წინააღმდეგ. ბოგდან გუსკოვი ამოუსვეს აქედან და ჩაუსვეს ანკალაევს ერთი კვირით ადრე. ანუ short notice-ია. ნავაჰო სტირლინგისთვის უფრო short notice-ია ეს ჩხუბი, იმიტომ რომ ბოლო ჩხუბი 20 ივნისი ჩხუბა კუტელავას წინააღმდეგ და ეხლა 2-3 კვირაა რაც ჩაჯდა ამ ჩხუბში. არ აქვს სრული კემპი გავლილი. ბლაჰოვიჩი კი არ გაჩერებულა, მთლიანი კემპი აქვს გავლილი. მართალია გუსკოვისთვის ემზადებოდა, მაგრამ კემპი მაინც დამთავრებული ექნება, როცა ბრძოლის დღეს თან მივალთ. ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ გუსკოვისთვის ემზადებოდა ბლაჰოვიჩი. გუსკოვი საერთოდ სხვა მებრძოლია ვიდრე სტირლინგი. 53 წლისაა იან ბლაჰოვიჩი, ასაკშია უკვე, ამ წონის ყოფილი ჩემპიონია, 29-11-2-ზე აქვს ბალანსი. ბალანსითაც მიხვდებით, რომ საკმაოდ დიდი კარიერა აქვს გავლილი, UFC-ში არის ძალიან დიდი ხანია, უკვე 2014 წლიდან, თავიდან ვიცით, რომ პრობლემები ჰქონდა და ეხლა უკვე როცა ასაკში შევიდა, ასე ვთქვათ, კარგად დაღვინდა, მეორე სუნთქვა გაიხსნა, როცა ჩემპიონი გახდა, მაგ პერიოდს გულისხმობ და იმის შემდეგაც მშვენივრად მიდის, აქვს წაგებები, აქვს ვხედავთ WordPress, აქვს ასევე მოგებებიც, მაგრამ
ერთი რაც არის იან ბლაჰოვიჩისთვის არის ის, რომ სულ ჭუბობს უმაღლეს დონეზე, ანუ ტოპ 10-ში მოძრაობს სულ. აი რო ჩავხედოთ მის მეთოქეებს, ბოგდან გუსკოვი, კარლოს ულბერგი, ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი, ალექსანდრ რაკიჩი, გლოვერ ტეიშეირა, როცა კამარი დაკარგა, იმის წინ ისრაელ ადესანია, მოკლედ სულ მაღალ დონეზეა. რასაც ნაღდად ვერ ვიტყვით სტირლინგზე. სტირლინგი სულ ეხლა შემოვიდა UFC-ში 2024 წლიდან ასპარეზობს და ჯერჯერობით ახლოსაც არ არის სტირლინგის წინა მეტოქეების დონე იან ბლაჰოვიჩის დონესთან. ყველაზე კაი მებრძოლი სტირლინგის მეტოქეებიდან იყო მისი ბოლო ჭუბი იონ კუტელაბა და იონ კუტელაბას მოგეხსენებათ, საერთოდ არ არის მაღალი დონის მებრძოლი, საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის მებრძოლია. იან ბლაჰოვიჩი არის მებრძოლი, რომელიც ყველა ჭუბს საერთოდ კარგად ჭუბობს. აი, წაგებების რაც აქვს, ყველა ჭუბი ახლო არის. მაგალითად, ბოგდან გუსკოვთან ფრე იყო, პირველი რაუნდი მოუგო, მეორეში დანოკდაუნდა, 10-8 წააგო, მაგრამ ამოქაჩა მესამე რაუნდში, იმის წინ კარლოს ულბერგს როცა ეჭუბა. ჩემი პირადი აზრით საერთოდ მოიგო, ეხლა ჩემპიონია კარლოს ულბერგი, იმის წინ პერეირასთან სპლიტ დესიჟენი აქვს წაგებული, ერთმა მსაჯმა საერთოდ მისცა ბლაჰოვიჩს გამარჯვება, ანკალაევთან ასევე ფრე ისრაელ ადესანიასთან მოგება. მოკლედ ყველა ჭუბში პრობლემებს უქმნის თავის მეტოქეებს. ამ ჭუბშიც არ ვფიქრობ, რომ განსხვავებული იქნება. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ფავორიტია სტირლინგი იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ბევრად მოტივირებულია, მშიერია ძალიან, თან კარლოს ულბერგის სპარინგ პარტნიორია, ერთი დარბაზიდან არიან, City Kickbox-იდან. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კარლოს ულბერგისგან ბევრ რჩევას მიიღებს ეხლა ამ ჭუბში, იმიტომ რომ ნაჭყობარი აქვს ულბერგს და იცის თუ რას როგორ აკეთებს იან ბლაჰოვიჩი. ერთადერთი რაღაც, რაც არ მომწონს სტირლინგისთვის არის, რომ ესე სწრაფად ბრუნდება ბრძოლაში და თან ესეთ short notice ჭუბში, ესეთ ძლიერ მებრძოლთან და ესეთ საშიში იან ბლაჰოვიჩთან. თან სრული კემპის გარეშე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სტირლინგი ამ წონის მომავალია, ვფიქრობ ავა და ავა ნელ-ნელა უფრო მაღლა და მაღლა. არ ვფიქრობ, რომ კამარზე თუ მივიდა და ულბერგი კიდე იქ იყო თავის გუნდელს ეჭუბება, მაგრამ ჯერ მაინც გრძელი გზა აქვს კამრამდე სტირლინგს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჭუბში 1 და 32 აქვს სტირლინგს, საკმაოდ დიდი ფავორიტია, ბლაჰოვიჩს აქვს 3 და 32. მებრძოლების სტილზე რო ვილაპარაკო, ორივე სტრაიკერია, შეიძლება თავისუფლად ითქვას. ბლაჰოვიჩი უფრო მძიმე დამრტყმელია, უფრო მძიმე ხელები აქვს, თან ეხლა ასაკშია, სისწრაფე ცოტა დაკარგული აქვს, ვიცით ასაკში რო შედიან. სისწრაფე და ის სუიჩი რაც გაქვს, იკარგება, მაგრამ ძალა არსად არ მიდის, აუცილებლად ექნება თავისი ისევის ლეგენდარული ძალა. ვფიქრობ ასევე ბლაჰოვიჩს აქვს თავის ჯიბეში ჭიდაობა. გვინახავს ჩვენ ბლაჰოვიჩი ნაჭიდავები. სტირლინგსაც აქვს ცოტა ჭიდაობის სკილები, წინა ჭუბში კუტელაბასთან გვანახა ეს, მაგრამ ესე მაინც უპირატესობას ჭიდაობაში ბლაჰოვიჩს მივცემდი. ცოტა რთულია ჩემთვის ამ ჭუბში პიკის გაკეთება. ვფიქრობ, რომ ამ ხელა ფავორიტი უნდა იყოს მაინც სტირლინგი. თან მართლა ყველას ძალიან თანაბრად ეჭუბება. ბლაჰოვიჩი ვფიქრობ, აქაც აუცილებლად თანაბარი ჭუბი გვექნება. თუმცა მომწონს სტირლინგი რა, მომწონს როგორც პროსპექტი, როგორც მშიერი მებრძოლი და საბოლოოდ მაინც სტირლინგისკენ გადავიხრები, ჩემი პიკი იქნება ნაოჰო სტირლინგი რთულ ჭუბში 3 რაუნდიანი დესიჟენით დარჩება გამარჯვებული. გადავედით შემდეგ ჭუბზე, მარჩინ ტიბურა, კიდევ ერთი პოლონელი 27-11-ზე ბალანსით, საკმაოდ გამოცდილი ესეც, მსგავსად იან ბლაჰოვიჩისა, 40 წლის არის ტიბურაც. მოხუცია, შეიძლება ითქვას, ასაკშია უკვე, მართალია heavyweight-ში არ არის დიდი, თუმცა მაინც ასაკია. თან ბოლო ჭუბებში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ტიბურა, მე დიდი ხანია ტიბურას კარიერას თვალს ვადევნებ და ბოლო ჭუბებში ვნახე, რომ აშკარად დაკლებული აქვს მის შესაძლებლობებს. ძალიან არ მომეწონა ტაირელ ფორჩუნთან როგორც იჭუბა წინა ჭუბი. აჯობა ფორჩუნმა თავისივე სტილში ეჭიდავებოდა, აკონტროლებდა ძირს. დგომშიც უტარებდა დარტყმებს, ფორჩუნიც ვნახეთ წინა კვირას კუნიევის წინააღმდეგ, კუნიევმა 2 რაუნდი უმოწყალოცემა და მესამეში დააფინიშა. ფორჩუნმა იმ ჭუბში კუნიევი გამოაჩინა როგორც ტომას პინალი. საჩემპიონო დონის ჭუბი მისცა კუნიევს. ფორჩუნის წინ ანტე დელიასთან აქვს პირველი რაუნდის ნოკაუტის წაგება. იმის წინ მიკ პარკინს მოუგო, მაგრამ არ იყო ეგ ჭუბი ნაღდად ტიბურასი, არ ვიცი რანაირად დაინახეს. დარწმუნებული ვიყავი ჭუბი რომ მორჩა, რომ პარკინი გამარჯვებული იყო. არ მომწონს მოკლედ ტიბურა ეხლა როგორც გამოიყურება, ვფიქრობ მისი კარიერა ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვება. და ეჭუბება ალექსანდრ რაკიჩს თავის ქვეყანაში. რაკიჩიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაითერია სერბეთიდან UFC-ში, თუ ყველაზე ცნობილი არა. ეხლა რაკიჩი ადის heavyweight-ში, აქამდე არ უჭუბია, სულ
light heavyweight-ში ჩხუბობდა, ბოლო ჩხუბებია ძალიან ცუდად მისდის კარიერა და მაგიტო ადის ახლა heavyweight-ში, ფიქრობ მისთვის ეს სწორი ნაბიჯია, იმიტომ რომ მაღალ დონეზე აშკარად ვერ გაკაჩა light heavyweight-ში, აზრი არ ქონდა უბრალოდ, მაშინ უნდა ჩამოსულიყო და დაბალ დონეზე უნდა ეჩხუბა. ზომით დიდია, ძალიან ჯანიანია, ფიქრობ სწორი ნაბიჯია მისთვის heavyweight-ში ასვლა, თან heavyweight-ის დონე ვიცით რომ დაბალია, იმასაც ვფიქრობ რომ დაეხმარება მას ეს დაბალი წონიდან ასვლა, რადგან ბევრად სწრაფი იქნება თავის მეტოქეებზე. თან ახლა ისეთი ჩხუბი მისცა UFC-მ, რომ აუცილებლად მოსაგებია. ფიქრობ რაკიჩისთვის აი ჩხუბია, ფიქრობ რომ ფავორიტი უნდა იყოს ამ ჩხუბში, თუმცა არის კითხვის ნიშნები. ვიცით რომ ტიბურას უყვარს ჭიდაობა, ძირითადად თავისი გრეპლინგით უგებს ხოლმე მეტოქეებს. არ ვიცით ჩვენ რამდენად აიტანს ამ ჭიდაობას რაკიჩი, იმიტომ რომ არაა დატესტული ჭიდაობაში. მე არ მახსოვს ვინმეს ქვემძიმე ზონაში რაკიჩთან ჭიდაობა ეცადოს. ამ ჩხუბში კი ვფიქრობ ტიბურა აუცილებლად შეეცდება ჭიდაობას და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სატესტო ჩხუბია რაკიჩისთვის. ტიბურასთან თუ წააგო ეს ჩხუბი, არ მგონია რომ high heavyweight-ში კარგად წარიმართება მისი დარჩენილი კარიერა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.27 აქვს რაკიჩს, ტიბურას აქვს 3.68, დიდი ფავორიტია რაკიჩი, როგორც თქვი, ჩემი აზრითაც ფავორიტი უნდა იყოს და მივენდობი და ვიტყვი, რომ რაკიჩი დარჩება გამარჯვებული, ჩააბარებს ტესტს, მოუგებს ტიბურას, ფიქრობ, დიდი შანსი აქვს, რომ დაანოკაუტოს, დაიჭიროს რამეზე თავისი სწრაფი სტრაიკინგით, უმაგრესი კიკებით, ან დაიცვას თავი ტეიქდაუნებისგან, დატოვოს ჩხუბი ფეხზე და 3 რაუნდიანი დესიჟენით მოიგოს. ჩემი პიკია ალექსანდრე რაკიჩი. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, დუსკო ტოდოროვიჩი, რობერტ ვალენტინის წინააღმდეგ. დუსკო ტოდოროვიჩი ყავს კიდევ ერთი ლოკალი მებრძოლი და საერთოდ ამ ქართზე ძალიან ბევრი ლოკალური მებრძოლები ყავს, ძირითადად მაინც ისეთები, ვინც დებიუტს აკეთებენ და არ ვიცნობთ. გასაკვირიც არაა, სერბეთში გვაქვს ქარდი და სერბი მებრძოლებით შეავსო UFC-მ ეს ქარდი, ბევრ მებრძოლს ეძლევა შანსი რომ წარმოარჩინოს ახლა თავისი თავი UFC-ში. მომწონს ეს მატჩაპი საერთო ჯამში, იმიტომ რომ ორივე ისეთი მებრძოლია, რომელსაც არ აქვს კარგად UFC-ში საქმე და იბრძვიან თავიანთი კონტრაქტისთვის. ფიქრობ, რომელიღაც ამ ჩხუბით შეინარჩუნებს თავის ადგილს UFC-ში. მომწონს იმ მხრივ, რომ ორი წარუმატებელი მებრძოლიდან ერთ-ერთი გადაირჩენს თავს და გააგრძელებს თავის ოცნებას UFC-ში. ძალიან გვანან ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს როგორც საბრძოლო სტილით, ასევე კარიერითაც, ორივეს აქვს ბოლო ჩხუბი მოგებული, თუმცა იმის წინ აქვთ ბევრი წაგებები ერთად. ორივე ჩხუბობს ახლა UFC-ს დაბალ დონეზე, ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ჩხუბზე, ვფიქრობ, საკმაოდ თანაბარი ჩხუბია, ვფიქრობ უპირატესობა აქვს დუსკოს იმ მხრივ, რომ თავის ქვეყანაშია და უფრო მოტივირებული იქნება. დუსკო ყავს ანდერდოგია ამ ჩხუბში, 2.38 აქვს, ვალენტინს აქვს 1.57, ფავორიტია ვალენტინი, ვფიქრობ, უფრო მაინც ახლოს უნდა იყოს კოეფიციენტები, ვიდრე ახლა გვაქვს. ორივეს უყვარს გრეპლინგი, ორივეს აქვს ჯიუ-ჯიტსუ სკილები, შეუძლიათ საბმიშენები. თომშიც ვნახავთ ჩხუბს და რაღაც მომენტში მიწაზეც გადავალთ. ერთი რაღაც არის კიდე დუსკოს მხრივ, რაც ძალიან არ მომწონს, თავი აქვს ძალიან მაღლა აწეული, ნიკაპს არ იცავს და დარტყმებს ატარებს. არ მომწონს ეს მართლა მისთვის. ამ ჩხუბში არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საშიშროება აქვს, ვალენტინი არ არის ისეთი ფინიშერი სტრაიკერი, მაგრამ რაღაცა თუ გაარტყა, ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება დააფინიშოს, რა თქმა უნდა. ძალიან მინდოდა დუსკოს დაფიქვა მართლა, აი სანამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი, თავში მქონდა რომ დუსკოს დავფიქავდი, მაგრამ უნდა შევცვალო. ბევრი რაღაც არის მაინც დუსკოსთვის, რაც არ მომწონს და გადავიხრები ვალენტინის მხრივ, ჩემი პიკი იქნება ამ ჩხუბში რობერტ ვალენტინის გამარჯვება. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ვლასტო ჩეპო, ზედმეტსახელად ელ ჩაპო დაუპირისპირდება გილბერტ ურბინას. ეს ყავს ამ ქართზე პირველი დებიუტანტი, სერბი დებიუტანტი, ვლასტო ჩეპო 14-3-ზე ბალანსით, 31 წლის. უკვე საკმაოდ გამოცდილი ოქტაგონ MMA-ში აქვს თავისი კარიერა აწყობილი. იქიდან გადმოდის და რაც ვნახე მე ამ კაცის ჩხუბები, საკმაოდ დიდი ფანბაზა ყავს. წინა ჩხუბი ვნახე, რაც იჩხუბა შვინტის წინააღმდეგ და მთელი დარბაზი მას პალეშიკობდა, როგორც ჩანს, საკმაოდ ცნობილი მებრძოლია სერბებისთვის. არ ვიცი UFC-ს გარეთ თუ აკეთებს რაღაცას კიდე და იმითაა ცნობილი, მაგრამ აშკარად უყვარს ხალხს ეს კაცი, თან ისეთი საბრძოლო სტილი აქვს, არის უბრალოდ ტორნადო რინგზე როცა შედის.
ისვრის საერთოდ ყველაფერს, თან დიდი ბიჭია, middleweight-ია, დიდი წონა, სულ წინ მიდის, აი სულ გაზია, არის ერთპიროვნულად სტრაიკერი, უმძიმესი ხელებით, უსწრაფესი დარტყმებით და თავიდანვე ცდილობს, რომ რაღაცა გაარტყას მეტოქეს და გათიშოს. ვფიქრობ, ესეთი სტილიც ძალიან იზიდავს ხალხს და ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, ან ერთ-ერთი მიზეზი, რომ ამხელა აუდიტორია ყავს მას. გილბერტ ურბინა 7-4-ზე ბალანსით, საკმაოდ დაბალი დონის მებრძოლი, UFC-ში სულ 4 ჩხუბი აქვს ჩატარებული და 3 წაგებული, ერთი მოგება რაც აქვს ორიონ კოსკის წინააღმდეგ, ორიონ კოსკი UFC-ში საერთოდ აღარა ბრაიან ბატთან აქვს, პირველი ჩხუბი UFC-ში წაგებული, მერე ჩარლზ რატკისთან აქვს და ბოლოს ჩვენმა უროს მედიჩმა დააფინიშა პირველ რაუნდში უგონოდ გათიშა. როგორც თქვი, ჩემი აზრით, საკმაოდ დაბალი დონის მებრძოლია გილბერტ ურბინა, საერთოდ არ მომწონს მისი სტილი და ვფიქრობ, რომ ჩეპოსთვის ეს არის მისი დასაბილდაფებელი ჩხუბი და იცის UFC-მ რასაც აკეთებს, აძლევს ჩეპოს ურბინას, იმიტომ რომ პირველივე რაუნდში გადაუვაროს, დააფინიშოს და ანოკაუტოს ურბინა. ძალიან მარტივია ჩემთვის ამ ბრძოლაში ფიქის გაკეთება, ვიტყვი რომ პირველივე რაუნდში დაიჭერს რაღაცაზე ურბინას და დააფინიშებს ვასტო ჩეპო. თან მომწონს, ანუ მარტო ურბინაც არ არის რა. ვფიქრობ, რომ UFC-ში წარმატება იქნება ამ კაცს. ვფიქრობ, რაღაც დონეზე როცა მივა გრეპლინგით დაამარცხებს ვიღაცა აუცილებლად და დგომშიც ისეთი უაილდია, რომ ვიღას მასზე უკეთესი აუცილებლად შეხვდება, რაღაცას გაარტყავს და დააფინიშებს, თუმცა ურბინასთან ძალიან მომწონს, 1.27 აქვს, დიდი ფავორიტია, ვფიქრობ, ასეთი ფავორიტი უნდა იყოს. 3.68 ურბინას და ჩემი ფიქი არის ვლასტო ჩეპოს პირველი რაუნდის ნოკაუტი. გადავედით და მივადექით მეინ ქარდის ბოლო ჩხუბს მილოს იანჩიჩი, ნოა გუნონის წინააღმდეგ. ეს ორი მებრძოლი არიან ორივე დებიუტანტები და სულ რამდენიმე დღის წინ ჩაჯდა საერთოდ ეს ჩხუბი, რომ შეევსოთ ალბათ ქარდი მაგიტო, თუმცა ვერ ხვდები მეინ ქარდში რატო ჩასვეს ეს ორი დებიუტანტი, ალბათ იმიტომ რომ ორივე ფინიშერია და ელოდებიან დიდ სანახაობას მათგან. სხვა მხრივ, ორივე ძალიან უცნობია, ერთ მხარეს გვყავს მილოშ იანჩიჩი, რომელიც არის წარმოშობით მონტენეგროდან. მონტენეგრო მოგეხსენებათ, სერბეთის ნაწილი იყო ადრე, ეხლა გამოყოფილია, მაგრამ როგორც ვიცი 2006 წლამდე ერთად იყვნენ სერბეთი და მონტენეგრო, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ სახლში ჩხუბობს იანჩიჩი, რაც შევხედე მის კარიერას, ბოლო ჩხუბები ასევე აქვს ჩატარებული dirty boxing-ში და bare knuckle-ში, ანუ MMA-ის გარეთაც ჩხუბობს, როგორც თქვი სტრაიკერია და არ უშინდება ესეთ ჭუჭყიან ჩხუბებს, უყვარს გაცვლები. საკმაოდ წარმატებით აქვს ასევე ჩატარებული ეს bare knuckle და dirty boxing ჩხუბები, ძირითადად სულ მოგებები აქვს. MMA-ში რაც შეეხება, ძირითადად აქვს ნოკაუტები პირველ-მეორე რაუნდში, ხოლო ნოა გუნონს რაც შეეხება, ის არის 25 წლის, საკმაოდ ახალგაზრდა მებრძოლი, ფრანგი წარმოშობით, 9-2-ზე აქვს ბალანსი. აქამდე ჩხუბობდა ფრანგულ ორგანიზაციაში და მისი მეტოქის მსგავსად პირველ-მეორე რაუნდში აქვს ყველა ჩხუბი თითქმის დამთავრებული. ძირითადად მოგებები აქვს. ძალიან ახლო ჩხუბია, ორი დებიუტანტი ყავს, ორივე ნოკაუტზე წავა თავისი სტილიდან გამომდინარე, გვექნება მძიმე გაცვლები. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.88 აქვს ორივე მებრძოლს. ბუკმეიკერებიც მეთანხმებიან, ერთნაირი კოეფიციენტები მისცეს. ჩემ ფიქრს რაც შეეხება ამ ჩხუბში, მიჭირს რომელიმე მებრძოლის არჩევა. ზუსტად ამიტომ ავირჩევ და ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება 2.5 რაუნდზე ნაკლები, ანუ ველი ფინიშს რომელიმე მხრიდან. გადავედით პრელიმების ჩხუბზე, შეგახსენებთ, რომ დავალაიქოთ ვიდეო, აქამდე თუ არ დაგილაიქებიათ და გამოიწერეთ ასევე ჩემი არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი. ლუდოვიტ კლაინი, ტოფიკ მუსაიევის წინააღმდეგ. ეს ორი მებრძოლი ნაცნობი მებრძოლები არიან ჩვენთვის. დებიუტანტი არც ერთი არაა. ლუდოვიტ კლაინი არის სლოვაკი მებრძოლი, საკმაოდ ახლოს არის სერბეთთან, 24-5-1-ზე ბალანსით, 31 წლის, უმაღლესი დონის სტრაიკერი, ძალიან მაგარი ქიქებით და თავისი distance management-ით. ბოლო ჩხუბი მოგებული აქვს რებეცკის წინააღმდეგ, სადაც პირველი ორი რაუნდი უმოწყალოდ ცემა რებეცკი, მესამეში, როცა რებეცკი შეეცადა მის ძირს გადაყვანას, მოიტეხა ფეხი, კოჭი მოიტეხა. იმ მომენტში, როცა რებეცკის ძირს გადაყავდა, ზემოდან ეწვა რებეცკი, საერთოდ ყველაფერს ცდილობდა, რომ დაეფინიშებინა, ვერ მოახერხა, რაც მეტყოლებს კლეინის ხასიათზე. ჩხუბი რომ მორჩა, საერთოდ ვერ წამოდგა ფეხზე, საკაცეთი გაიყვანეს. თან რებეცკი ესე ზემოდან ძალიან საშიშია, მით უმეტეს როცა კოჭი გაქვს მოტეხილი და ესეთ ტკივილში ხარ, მართლა ძალიან მაგარი მებრძოლის ხასიათი აჩვენა იმ ჩხუბში კლეინმა. ის კი არა, ქვემოდან კიდე უტევდა დარტყმებს, უტარებდა რებეცკის და
ცდილობდა რომ კაი პოზიცია არ მიეცა. მოკლედ ძალიან მაგარი ჭუბი იყო. იმის წინ მათეუს გამროთთან აქვს აგებული. ჭიდაობით წააგო, გამროთი ძირითადად ეჭიდავა და აკონტროლა ძირს. რეპეცკიც ამ ჭუბში თავიდან ცდილობდა ტეიქდაუნებს, თუმცა დაიცვა კლეინმა ჩემდა გასაკვირად. იქამდე სანამ ფეხს არ მოიტეხავდა, ვერც ერთი ტეიქდაუნი ვერ გაუკეთა საერთოდ რეპეცკი. წინა წელს იყო 25 ოქტომბერს ეგ ჭუბი რეპეცკისთან, როცა მოიტეხა კოჭი კლეინმა. და იმის შემდეგ როგორც ჩანს ეხლა აღდგენილი აქვს 5 კვირის წინ აქვს ასევე ჩატარებული გრეპლინგ მატჩი ნახე ეგ გრეპლინგ მატჩი და მშვენივრად გამოიყურებოდა საერთოდ არ აწუხებდა ეგ ფეხი და თვითონ მე ინტერვიუში თქვა რომ ბოლომდე აღდგენილი მაქვსო და კარგად გრძნობ თავსო თუმცა მაინც გასათვალისწინებელია იმიტომ რომ გრეპლინგში ესე დარტყმები არაა და აქ ტოფიკ მუსაევი ვფიქრობ რომ აუცილებლად შეუტევს კლეინის ფეხს რომ იცის რომ ესეთი ზიანი ქონდა მიღებული სულ ახლა ხანს დიდი დრო მართლა არ არის გასული იმის შემდეგ თან ტოფიკ მუსაევი არის სტრაიკერი მუსაევზეც რო ვისაუბრო ცოტა აზერბაიჯანელი მებრძოლი თავისი კონტრაქტი აქვს მოპოვებული პირველი აზერბაიჯანის ქარდი როცა იყო იქ ჩასვეს და იმის შემდეგ დარჩა UFC-ში 23-6 აქვს ბალანსი იმ ქარდზე მაშინ წააგო ოროლბაის წინააღმდეგ პირველივე რაუნდში მარტივად გადაუვარა ოროლბაიმ თავისი ჭიდაობით ჩაიყვანა და კიმურა გაუკეთა ბოლო ჯგუფში კი მოუგო ბაჰამონდეს რასაც ნახდად არ ველოდებოდი ბაჰამონდეზი მყავდა დაფიქული და დაბეთილი ასევე ექნებოდა პრობლემები მაგ ჯგუფში პირველი რაუნდი წააგო მეორე რაუნდის დასაწყისში დაჟე ბაჰამონდეზმა ნოკდაუნიც მიცა და ახლოს იყო ფინიშთან მაგრამ ვერ მოახერხა მერე მუსაევმა ჭიდაობა დაუწყო ძირს აკონტროლა მეორე და მესამე რაუნდი ეგრე მოუგო თან დიდი ზიანი მიაყენა ძალიან ბაჰამონდეს გაუჭრა წარბი და ამ ზიანის და კონტროლის ხარჯზე საბოლოოდ დარჩა გამარჯვებული ამ ჯგუფში ნახდა და ვფიქრობ რომ მსგავსად ეჭიდავება კლეინს ჩვენ ვიცით რომ ბაჰამონდეს არ აქვს კაი ტეიქდაუნ დიფენსი თან მუსაევი საერთოდ არ არის მოჭიდავე აგერ როგორც გითხარით ოროლბაიმ ჭიდაობით 10-ია უღადვილესად და ისე მოუგო არ არის თვითონ მოჭიდავე უბრალოდ ბაჰამონდესთან რომ ნახა რომ არ შეეძლო ტეიქდაუნებისგან თავის დაცვა მარტივი გზა უპოვა მიყვა ბოლომდე და მოუგო კლეინთან დგომში წარიმართება ჭუბი და კლეინი ვფიქრობ დგომში ბევრად უკეთესია ვფიქრობ რომ დაშლის და დიდი შანსი აქვს რომ დააფინიშოს კლეინი ბევრად უკეთესი მებრძოლია ვიდრე ტოფიკ მუსაევი და ამ ჭუბში უნდა დარჩეს გამარჯვებული ფავორიტია კლეინი 1.51 აქვს ვფიქრობ ესეც უნდა იყოს ტოფიკ მუსაევს აქვს 2.87 და ჩემი პიკი იქნება ლუდოვიტ კლეინის გამარჯვება. გადავედით შემდეგ ჯგუფზე კიდევ ერთი დებიუტანტი მაიკლ ოლივეირა, ბრაზილიელი ობან ელიოტის წინააღმდეგ. მაიკლ ოლივეირა არის ბრაზილიელი დაუმარცხებელი მებრძოლი 9-0-ზე ბალანსით 28 წლის, რომელსაც კონტრაქტი აქვს მოპოვებული დანა ვაიტის კონტენდერებში. ეხლა დებიუტს ჩაატარებს UFC-ში ობან ელიოტის წინააღმდეგ. ძალიან კაი მებრძოლია, 9 ჭუბიდან 8 ჭუბი აქვს ნოკაუტით მოგებული. ბოლო ჭუბი რაც იჭუბა კონტენდერებშიც მეორე რაუნდში თავისი მეტოქე გათიშა ძალიან ძლიერია ფიზიკურად სტრაიკერია ერთპიროვნულად აქვს უმაგრესი კონტრდარტყმები საშიშია ეს კაცი ვფიქრობ UFC-ში ბევრს მიაღწევს ობან ელიოტს რაც შეეხება 12-4-ზე ბალანსი 28 წლის UFC-ში 2004 წლიდან თავიდან საკმაოდ კარგად დაიწყო 3 ჭუბი ზედიზედ მოიგო მოიპოვა ჩემი კეთილგანწყობა მომწონს ელიოტი საკმაოდ ნორმალური დონის მებრძოლია, თუმცა აი ეს ბოლო ორი ჭუბია, პრობლემები აქვს. ბოლო ჭუბი ჯონათან მიქალიფის წინააღმდეგ წააგო მეორე რაუნდის rear naked-ით, ხოლო იმის წინ სუკიონ KO-ում 3 რაუნდი 10-ია ჭიდაობით. თან მოჭიდავეა ელიოტი, მაინც დგომში ჭუბობს, თუმცა თავისი სტილი ესე უფრო ჭიდაობაზე აქვს აწყობილი. და თუ ვერ ეჭიდავა და ჭიდაობაში წარმატება ვერ ნახა თავის მეტოქის წინააღმდეგ, მე ნელ-ნელა უკან მიდის ხოლმე მისი ჭუბი, ესე მოხდა ზუსტად მიქალიფის და სუკიონ KO-ს წინააღმდეგაც. ვფიქრობ ოლივეირა ზედმეტად საშიშია ელიოტისთვის, არ მგონია რომ თავის ჭიდაობას წარმატებით მოახერხებს ამ ჭუბში ელიოტი, ვფიქრობ აუცილებლად შეეცდება. შეიძლება რაღაც მომენტში გადაიყვანოს კიდევაც, თუმცა ესე რო აკონტროლოს არ მგონია რა. ძალიან ჯანიანია ოლივეირა. ძალიან საშიში სტრაიკერია, ვფიქრობ, როცა წარმოდგებიან ფეხზე და როცა დგომში იქნება ეს ჭუბი, ყოველ წამს საშიშროებაში იქნება ელიოტი, უყვარს გასვლებში შესვლა ელიოტს და ვფიქრობ, რომ ოლივეირა რაღაცას გაარტყავს, კონტრდარტყმას ჩაუსავს ერთს, მიხვევა და დააფინიშებს. 1.26 აქვს კოეფიციენტი, დიდი ფავორიტია ოლივეირა. ობან ელიოტს აქვს 3.78, ჩემი პიკი ამ ჭუბში იქნება მაიკლ ოლივეირას გამარჯვება ნოკაუტით. შემდეგ ჭუბი მარკ ვოლოგდინი, ბორისლავ ნიკოლიჩის წინააღმდეგ.
მარკ ვოლოგდინი უკვე ჩვენთვის ნაცნობი მებრძოლია, რუსი მებრძოლია, რომელსაც ერთი ჭუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, რომელიც პრემორჩა ჯონ კასტანედას წინააღმდეგ. იმის წინ კი წაგებული აქვს დანა ვაითის კონტენდერების სერიაში, თუმცა ამ წაგებით აქვს მოპოვებული კონტრაქტი. მარტინეტის წინააღმდეგ კონტენდერებში ეს ჭუბი იყო დანა ვაითის კონტენდერების სერიაში ერთ-ერთი თუ ყველაზე საუკეთესო ჭუბი არა, 3 რაუნდიანი ომი, ვისაც არ გაქვთ ნანახი, დევს YouTube-ზე უფასოდ გადადით აუცილებლად და ნახეთ იმ ჭუბში რაც ნახე და კასტენადასთან ჭუბშიც ასევე გამოჩნდა ვოლოგდინი არის ძალიან გამძლე და ვფიქრობ მისი დაფინიშება UFC-შიც კი ძალიან გაუჭირდებათ მეტოქეებს 26 წლისაა საკმაოდ ახალგაზრდა ვარჯიშობდა მერაბთან ერთად სინდიკატში ლას-ვეგასში თუ ზუსტად მახსოვს მერაბი როცა ემზადებოდა პიტერიანთან ჭუბისთვის მარკ ვოლოგდინი იყო მერაბის თავარი სპარინგ პარტნიორი და მასთან ერთად აქვს გავლილი ფაით კემპი. სტრაიკერია ძირითადად მარკ ვოლოგდინი, თუმცა ცოტ-ცოტას ჭიდაობს კიდევაც. აქვს კარატე სტილი, სულ ძირითადად დარტყმებს იქნევს გასათიშად, აქვს ძალიან მაგარი სპინინგ ბექ კიკი. წინა ჭუბი ჯონ კასტანედას წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ წააგო ვოლოგდინმა, მართალია ფრედა ფიქსირდა, მაგრამ პირველი რაუნდი წააგო, მეორე რაუნდში ქულა დააკლეს, წელს ქვემოთ გაუტარა დარტყმა ვოლოგდინს, მაგის გამო წაართვეს ქულა და მესამე რაუნდის მოუგო კასტანედამ, მაგითო დაფიქსირდა ფრე. ბორისლავ ნიკოლიჩს რაც შეეხება, დებიუტანტია UFC-ში, სერბი მებრძოლია, თავის ქვეყანაში ჭუბობს. 16-2-ზე აქვს ბალანსი 33 წლისაა. აქამდე მოღვაწეობდა ბრეივში, სადაც როგორც ხედავ, ჩემპიონი იყო. ფინიშერია, ძირითადად სტრაიკერია, რაც ნახე ჭუბები მართლა კაი სტრაიკინგი აქვს. როგორც ჩანს, ტექნიკურად ძალიან სუფთა მებრძოლია. ვფიქრობ, ვოლოგდინის წინააღმდეგ სტრაიკინგში ექნება უპირატესობა. არც თუ ისე დიდი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ექნება უპირატესობა. მეორე მხარეს ვოლოგდინს ვფიქრობ, ექნება ჭიდაობის უპირატესობა. თუ ქონდა გეგმაში და დაუწყო ჭიდაობა ნიკოლიჩს, ვფიქრობ, რომ ექნება წარმატება და შეიძლება, რომ ამ ჭუბში დარჩეს გამარჯვებული. მე ვნახე ნიკოლიჩის ჭუბი ნიკოლას ვენდეს წინააღმდეგ, რომელიც მეოთხე რაუნდში აქვს მოგებული ნიკოლის ნინჯა ჩოუკით, თუმცა მანამდე ვენდე ჭიდავებოდა საკმაოდ მარტივად, ძირს ჩაყავდა და აკონტროლებდა. ამ ხრივ აქვს ამ კაც პრობლემები. ზუსტად მაგითო ვთქვი, რომ ვოლოგდინი თუ შეეცდება ჭიდაობას, ექნება წარმატება. კოეფიციენტები ამ ჭუბისთვის არ გვაქვს, არ ვიცი რატო, როცა ამ ვიდეოს დავამონტაჟებ, მაშინ თუ გაიჩნდა კოეფიციენტები, აუცილებლად ვიდეოში ნახავთ. რომელიმე მებრძოლის არჩევა მიჭირს, ვფიქრობ, თანაბარი ჭუბია ძალიან, ვერ ვენდობი ვოლოგდინს, რომ ეჭიდავება ამ ჭუბში და თუ არ ეჭიდავა, ვფიქრობ, შეიძლება დამარცხდეს, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ დესიჟენამდე მივა ეს ჭუბი, ვოლოგდინი ძალიან გამძლეა და არ ვფიქრობ, ვოლოგდინის მხრიდანაც დააფინიშოს ნიკოლიჩი. ზუსტად ამიტომ ჩემი პიკი ამ ჭუბში იქნება 2.5 რაუნდზე მეტი. გადავედით შემდეგ ჭუბზე, ბოგდან გრადი, დენის ბუზუკიას წინააღმდეგ. ბოგდან გრადი, ავსტრიელი მებრძოლი, 15-4-ზე ბალანსით, 30 წლის. 2025 წლიდანაა UFC-ში, ერთი მოგება აქვს და ბოლო 2 წაგება აქვს ზედიზედ, თუმცა საკმაოდ კაი მებრძოლებთან აქვს ნაჭყუბარი. ლუკ რაილისთან დამარცხდა წინა ჭუბში, მეორე რაუნდში დააფინიშა ლუკ რაილიმ, თუმცა პირველი რაუნდი მოუგო. მოჭიდავია, მძიმე დაჭიდავა, პირველი რაუნდი ეგრე მოუგო, შემდეგ ჩაუსვა რაილიმ და დააფინიშა, თუმცა არ არის ძალიან ისეთი ცუდი წაგება ეს, იმიტომ რომ ლუკ რაილი მართლა ძალიან მაგარი პროსპექტია. ვფიქრობ, რომ ბუზუკიასთან რო იჭუბოს ლუკ რაილიმ, პირველ რაუნდსაც ვერ გადაიტანს ბუზუკია და პირველივეში დააფინიშებს მას. მუჰამედ ნაიმოვთან აქვს იმის წინ 3 რაუნდიანი დესიჟენი. ასე თუ ისე ახლო ჭუბი იყო მაინც და ხო, როგორც თქვი, ძირითადად მოჭიდავია ბოგდან გრადი, დომშიც აქვს სკილები. დენის ბუზუკიას რაც შეეხება, 12-6 აქვს ბალანსი, 28 წლისაა. ამერიკის სახელით გამოდის, მაგრამ წარმოშობით არის ალბანელი. დენის ბუზუკია არის მერაბის საკმაოდ ახლო მეგობარი, ხშირად ვარჯიშობენ ერთად. ერთად აქვს დაწყებული ვარჯიში სერალონგო, ნიუ-იორკში, მერაბი სადაც ვარჯიშობდა თავიდან და ამერიკაში სადაც აქვს მერაბს კარიერა დაწყებული. 2023 წელს გააკეთა დებიუტი UFC-ში ბუზუკიამ და საკმაოდ ცუდად გამოიყურება. 5 ჭუბი აქვს უკვე ნაჭყუბარი და აქედან 4 წაგება აქვს. ბოლო ჭუბში მარკო ბარბოსამ პირველ რაუნდში უგონოდ გათიშა. ეს ბარბოსა ძალიან გიჟია, ძალიან მძიმე სტრაიკერია და ძირითადად ეს ეხავს ხოლმე თავის მეტოქეები გათიშული, იგივე უქნა ბუზუკიასაც. მოკლედ ცუდად გამოიყურება რა და ძალიან რთულია ჩემი აზრით ბუზუკიას წაკითხვა საერთოდ. ბარბოსას წინა ჭუბში ფრენსის მარშალს ეჭუბა, სადაც სპლიტ დესიჟენით წააგო და საკმაოდ კარგად იჭუბა. იქ ტეიქდაუნს იცავდა მარშალისგან, არ აძლევდა საშუალებას ძირს რო გადაიყვანა და დგომში საკმაოდ ახლო ჭუბი ჩაატარეს, მაგრამ
შონ ვუდსონს ეჭუბა UFC-ს დებიუტში, მართალია შორტ ნოუთისი იყო, თან წონა ჩააგდო ბუზუკიან მაგ ჩუბში, მაგრამ შონ ვუდსონი საერთოდ არ არის მოჭიდავე, ერთპიროვნულად სტრაიკერია და იმ ჩუბში ვუდსონი თეიქდაუნებს უკეთებდა და ძირს აკონტროლებდა. ამიტომ ამბობ, რომ რთულია მისი წაკითხვა და არ ვიცით, რას უნდა ველოდეთ საერთოდ მისგან. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.47 აქვს გრადს, ფავორიტია, დენის ბუზუკიას აქვს 2.63. ვფიქრობ, გრადი ისეთი დონის მოჭიდავეა, რომ მაინც მოახერხებს და ჩაიყვანს ძირს. გომშიც რო იყოს ჩხუბი, სულ გომში რო იყოს, მაშინაც ვერ ვენდობი ბუზუკიას, ამიტომ ჩემი პიკი ამ ჩხუბში იქნება ბოგდან გრადის გამარჯვება. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, მათეუშ რებეცკი, კაილ პრეპოლეკის წინააღმდეგ. მათეუშ რებეცკი 25-ზე ბალანსი 23 წლის პოლონელი მებრძოლი, რომელსაც 3 ჩხუბი ზედიზე წაგებული აქვს უკვე ცუდად გამოიყურება. თუმცა იმის წინ ერთი მოგება აქვს მიკტიბეკ ოროლბაის წინააღმდეგ. ჩემი აზრით ოროლბაი ამ წინა მებრძოლებზე უფრო უკეთესია. შეიძლება ითქვას მათეუშ რებეცკიზე წინა ჩხუბში საბოლოოდ დავწუნდი, რომ ამ კაცს აქვს ძალიან დაბალი დონის fight IQ რა. მეგონა რომ ძალით წააგო ჩხუბი დოლსონთან. პირველი რაუნდი წააგო, ჭიდაობით ჩაიყვანა დოლსონმა და აკონტროლა მთლიანი რაუნდის განმავლობაში ვერაფერი ვერ გაუკეთა, მაგრამ აკონტროლა. მეორე რაუნდში ნოკდაუნი მისცა. რებეცკიმ დიდი შანსი ჰქონდა რომ დაიფინიშებინა, ვერ დააფინიშა, მოიგო მოკლედ მეორე რაუნდი და მესამე რაუნდის დასაწყისში გამოვიდა და აქეთ დაუწყო ჭიდაობა დოლსონს. როცა ერთადერთი შანსი რაც ჰქონდა დოლსონს ამ ჩუბში იყო, რომ ჭიდაობით მოეგო. დაზიანებული იყო, დგომში ვერაფერს ვერ აკეთებდა დოლსონს, აქვს 0 სტრაიკინგი. აქეთ ეჭიდავა, შემოუტრიალა დოლსონი, შეაჯდა ზურგზე და გაგუდა მესამე რაუნდის ბოლოს. მოკლედ ტვინში აქვს პრობლემები აშკარად, რებეცკის თან ისე ჩხუბობს, გიჟივი ჩხუბობს, არ უშინდება საერთოდ ზიანის მიღებას, ყველა ჩხუბში გადახსნილი აქვს სახე. ამ ჩხუბშიც დიდი ალბათობით იგივეს გააკეთებს, თუმცა ვფიქრობ, რომ კაილ პროპელეკი ბევრად დაბალი დონის მებრძოლია, ვიდრე რებეცკის წინა მეტოქეები. 18-10 აქვს ბალანსი პრეპოლექს. კანადელი მებრძოლია, 36 წლისა, თან ახალგაზრდაც არ არის. UFC-ში 2 ჩხუბი აქვს ჩატარებული და ორივე წაგებული. პირველი ბენუა სენდენის აჩხუბეს, საფრანგეთის კარზე მიუგდეს, მეორე რაუნდში დააფინიშა. შორტ ნოუთისი იყო, ძალიან შორტ ნოუთის ჩხუბი იყო, რამდენიმე დღით ადრე ჩასვეს და ბოლოს დრუ დობერთან მესამე რაუნდში წააგო, თუმცა მაგ ჩხუბში ასე თუ ისე კარგად გამოიყურებოდა, რაღაც მომენტში უგებდა ფინიში უნდა დობერს მაგ ჩხუბში, თორე წაგებული ქონდა, დობერს ქულა დააკლეს, მერე დობერმა მოკლედ მესამე რაუნდში ჩართო, მიხვდა რომ წაგებული ჩხუბი ქონდა, გაარტყა კომბინაცია და დააფინიშა. ვფიქრობ რებეცკისთვის მოსაგები ჩხუბია ეს და UFC აძლევს ამ ჩხუბს, იმიტომ რომ დაუბრუნდეს თავის winning streaks 1-17 აქვს, ძალიან დიდი ფავორიტია. პრეპოლექს აქვს 4 და 95. ვფიქრობ ყველაფერში უნდა აჯობოს რებეცკიმ და თუ უნდა რომ ამ ჩხუბში მარტივი გამარჯვება მოიპოვოს, ტეიქდაუნი უნდა გაუკეთოს პრეპოლექს და ძირს ან დაასაბმითოს, ან ground and pound-ით დააფინიშოს, მაგრამ კიდევ ერთხელ არ ვიცი რამდენად გააკეთებს ამას, ამ კაცს მე არასდროს აღარ ვენდობი, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ დარჩება გამარჯვებული, ჩემი პიკი ამ ჩხუბში იქნება მათეუშ რებეცკის გამარჯვება. შემდეგ ჩხუბი ნინა მილოსევიჩი, ჰაილი კოვანის წინააღმდეგ. ნინა მილოსევიჩი დებიუტს გააკეთებს UFC-ში, სერბი მებრძოლია, თავის ქვეყანაში ჩხუბობს, 8-1-ზე ბალანსი აქვს, 29 წლის გოგოა. ძალიან შეკრული მებრძოლია, რაც ვნახე მისი წინა ჩხუბები. როგორც სტრაიკინგში ჩხუბობს, ასევე მიწაზეც კარგად ჩხუბობს, ანუ გადაყავს მეტოქეები ძირს და შემდეგ იქ აკონტროლებს, თუმცა საბმიშენით ვერ აფინიშებს თავის მეტოქეებს. ჰაილი კოვანს რაც შეეხება, 7-5-ზე აქვს ბალანსი, საკმაოდ ცუდი ბალანსია, 34 წლის გოგოა, უკვე ასაკშია და ბოლო 3 ჩხუბი UFC-ში, საერთოდ 3 ჩხუბი აქვს ჩატარებული, 3-ვე წაგებული აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ მილოსევიჩთან შედარებით უფრო მაღალ დონეზე აქვს ნაჩხუბარი, UFC-ს დონე გამოცდილი აქვს, აგერ ჯეიმი ლინჰორთან წააგო პირველი ჩხუბი, მერე ნორა კორნოლმა დააფინიშა მეორე რაუნდში და ბოლოს 19 წლის ბრაზილიელმა ალის პერეირამ მეორე რაუნდში მუხლით გათიშა. ის უფრო მოჭიდავეა, ძირითადად ცდილობს ხოლმე რომ ძირს ჩაიყვანოს თავისი მეტოქეები, არ აქვს ვაფშე ძირს კარგი კონტროლი და არც საბმიშენ ეთეკები არ აქვს, მაგრამ ჭიდაობს ხოლმე თავის ჩხუბებში. გომშიც არ უშინდება გაცვლებს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1 და 20 აქვს მილოსევიჩს, ხოლო ჰეილი კოვანს აქვს 4 და 45. ნარდად არ ვფიქრობ, რომ ამ ხელა ფავორიტი უნდა იყოს მილოსევიჩი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უფრო მილოსევიჩისკენ გადავიხრები, ვფიქრობ, რომ მოტივირებული იქნება თავის ქვეყანაში ჩხუბს რო ჩაატარებს, თან დებიუტს, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ის დარჩება გამარჯვებული. შემდეგ ჩხუბი ჯოვან ლეკა, ალექსანდერ პოპეკის წინააღმდეგ.
ჯოვან ლეკა კიდევ ერთი სერბი მებრძოლი, რომელიც დებიუტს გააკეთებს 13-2-ზე ბალანსით 24 წლის ძალიან ახალგაზრდა ჰევივეითი, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი კარიერა აქვს აწყობილი და საკმაოდ კარგი კარიერა. ორი ჩხუბის წინა წელს დანა ვაითის კონტენდერების სერიაშიც აქვს ნაჩხუბარი აზამატ ნუფტილაევის წინააღმდეგ. ეს არის უზბეკი მებრძოლი, რომელიც არის მძიმე მოჭიდავე და მოუგო მას გადაწყვეტილებით, თუმცა ვერ მოიპოვა კონტრაქტი. წავიდა შემდეგ UFC-ს გარეთ, იჩხუბა და ეხლა ეძლევა შანსი UFC-ში. არის დიდი ჰევივეითი, ანუ დიდი ბიჭია 265 ფაუნდს აბარებს ხოლმე. დიდი შანსია იმისა, რომ იკლებს ასევე წონას ჰევივეითისთვის. ხოლო მის მეტოქე პოპექს რაც შეეხება, ისიც დებიუტანტია. გერმანელი მებრძოლია, რომელსაც თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი აქვს ოქტაგონ MMA-ში ჩატარებული და საკმაოდ წარმატებული. მასაც მისი მეტოქის მსგავსად UFC-ს დანა ვაითის კონტენდერების სერიაში აქვს ნაჩხუბარი, თუმცა ძალიან ადრე 2019 წელს და აქვს ჯამალ ჰილის წინააღმდეგ. ჰილმა მეორე რაუნდში დაანოკაუტა ground and pound-ით და ზუსტად მაგ ჩხუბში მოიპოვა კონტრაქტი UFC-ში ჰილმა და ეხლა კი ვიცით, ჰილი ჩემპიონიც იყო UFC-ში, დიდი კარიერა გამოიარა. მოკლედ ეძლევა ეხლა შანსი პოპექს, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი UFC-ში. უფრო გამოცდილია ვიდრე თავისი მეტოქე, რომ შევხედოთ რეკორდსაც, მაგითაც მივხვდებით 21-5-ზე აქვს. თუმცა ის არის light heavyweight. თავის კარიერის უდიდესი ნაწილი light heavyweight-ში აქვს ჩატარებული. ეხლა რადგან short notice-ია ეს ჩხუბი, მაგიტო აიღო heavyweight-ის ბრძოლა. ამ ჩხუბში აუცილებლად პატარა იქნება ლეკასთან შედარებით. არ არის ეს მისი ბუნებრივი წონა. უბრალოდ უარს ვერ იტყოდა UFC-ში საგზურზე. ორივე მებრძოლი ფინიშერები არიან. მე ლეკას განსაკუთრებით რაც მომწონს არის მისი takedown defense-ი და აქეთაც მშვენივრად ჭიდაობს. ვფიქრობ, რომ დიდი ფავორიტი უნდა იყოს ამ ჩხუბში ლეკა. კოეფიციენტები ეხლა არ გვაქვს, რადგან short notice ჩხუბია, თუმცა ვფიქრობ, რომ ლეკა იქნება დიდი ფავორიტი. ჩემი პიკიც იქნება, რომ ლეკა დარჩება გამარჯვებული. დიდი შანსია, რომ დააფინიშოს პოპეკი, მაგრამ decision-ითაც რომ მოუგოს, საერთოდ არ გამიკვირდება. მივადექით ბოლო ჩხუბს მარინა სპასიჩი, კიდევ ერთი სერბი დებიუტანტი მებრძოლი დაუპირისპირდება სტეფანი ლუსიანოს. მარინა სპასიჩი 7-1-ზე ბალანსით 32 წლის გოგო. სტრაიკერია ძირითადად ეს გოგო, არ უყვარს ჭიდაობა, ძირითადად ცდილობენ ხოლმე მის აქეთ ძირს გადაყვანას. არის ფინიშერი სხვათა შორის, ძირითადად დგომში აფინიშებს ხოლმე თავის მეტოქეებს. სტეფანი ლუსიანოს რაც შეეხება 7-2-1 აქვს ბალანსი. ის UFC-ს დონეზე გამოცდილია 2024 წლიდან UFC-ში მოღვაწეობს. სამი ჩხუბი აქვს ჩატარებული, 2 მოგებული აქვს. ისიც არ უშინდება striking-ს შეიძლება ითქვას, მაგრამ უპირატესობა რაც აქვს სპასიჩის წინააღმდეგ არის მისი ჭიდაობა. აქვს ტეიქდაუნები და ძირს კონტროლი. რავენა ოლივეირასთან ბოლო ჩხუბი რაც აქვს მოგებული მესამე რაუნდში რეარ ნეიკედი დაასაბმითა, ანუ საბმიშენის სკილებიც აქვს. ამ ჩხუბისთვისაც კოეფიციენტები არ მაქვს. თუ იყო როცა ეს ამ ვიდეოს დავამონტაჟებ, აუცილებლად ჩავსვავ, მაგრამ ეხლა არ მაქვს. ვფიქრობ, სპასიჩი ალბათ ფავორიტი იქნება მაინც, იმიტომ რომ თავის ქვეყანაში ჩხუბობს, საკმაოდ კარგი რეკორდი აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ლუსიანო თავისი კრეპლინგით ჩაიყვანს ძირს, გააკონტროლებს და decision-ით დარჩება გამარჯვებული. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ვიდეოს დასასრულს შეგახსენებთ, რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ჩემ პიკებზე და საერთოდ როგორი პიკები გაქვთ თქვენ. მშვენიერი კარდი გვაქვს, მშვენიერ დროს იწყება, ბევრი უცნობი მებრძოლი და ბევრი დებიუტანტი გყავს ამ კარდზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კაი კარდი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კარდზე პიკებიც, წარმატებიც წამოვა და გავაგრძელებთ ჩვენ სვლას, კარგ სვლას, როგორიც გვაქვს დაწყებული. მაქვს რაღაც პოზიციები ამ კარდისთვის, წინა კარდზე ძალიან ბევრი მაქვს ალაპარაკო და აუცილებლად დაელოდეთ ამ კვირის ბეტინგ ვიდეოს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.